გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტევის ერთგულო მაყურებლებო, ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს პროექტს საქართველოს გუშინ დღეს ხვალ მოგეხსენებათ. შერდებით დღევანდელი დღე ღირსშესანიშნავი არის, უთვალსაჩინო ესე გუშინდელი დღე კიდე ახლა ხარება იყო და იმასაც გილოცავთ ერთი დღის დაგვიანებით შეიძლება ითქვას. და დღევანდელ დღეზე გადმოვიდეთ ასევე ძალიან ღირსშესანიშნავი დღე საქართველოს ისტორიაში 14 აპრილი 1978 წლის ჩვენთან სტუმრად არის ბატონი წარდგენა არტიდება ბატონი ნიკოლოზ ანებძილე ამ პროექტის ერთ-ერთი თანაავტორი უზენაეს საბჭოს წევრი მეცნიერი ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი და ასე შემდეგ რეგალიები აქ საკმარისზე მეტი ბატონ ნიკოლოზს და ამიტომ ჩვენ ამ თემაზე თუ გახსოვთ შარშან ზუსტად მოიწვიეთ ბატონი ნიკოლოზი თავისი კომპეტენტურობით დაგვაკვალიანა და გახსნა ეს იდუმალი ადგილები თუ საიდუმლო თუ თვალსაჩინო თუ ემპირიული ფაქტები ეხერხება მას ეს ფრიად და ახლა დღესაც გვინდა ეს განვაახლოთ რა თქმა უნდა ეს ყოველთვის უთვალსაჩინო ესე დღე არის საქართველოს ისტორიაში და შეიძლება ითქვას ქართული ეროვნული ცნობიერების გამარჯვებასთან არის დაკავშირებული და მით უმეტეს, როდესაც გამარჯვება სისხლის და დიდი სხერფლის გარეშე არის მოპოვებული. ამას წინ უძღოდა ესე რომ შესადარებლად რა ეს 14 აპრილი მოწყვეტილი არ არის საქართველოს ისტორიისგან, თუნდაც ტრაგიკული დღეებიც უნდა გავიხსენოთ და თუნდაც დიდი დღე, რა თქმა უნდა 1918 წლის 26 მაისი, შემდგომ ოკუპაცია 21 წლის 25 თებერვალს, შემდგომ ეს უბედური 37-იანი წლის ბოლშევიკური ასე თქვა ტერორი, შემდგომ რაღაც გარკვეულწილად რაღაც სასათბურო პირობები საბჭოთა ასე თქვათ საბჭოთა წყობილებაში ოკუპირებულ ზონაში თუმცა ქართულმა გენმა და მისმა ნებელობამ თავისი გაიტანა და როგორც კი დაემუქრა საქართველოს აი ფენომენს ქართულ ფენომენს თავწყაროს ქართულ ენას ენა მამული სარწმუნოება მაშინვე მობილიზაცია მოახდინა ბატონი ნიკოლოზი მოგახსენეთ ერთ-ერთი თვალსაჩინო ადამიანი იყო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე და თვითმხილველია ყველა იმისა, რაც შემდგომ უკვე პროცესები წავიდა და ერთ-ერთი მამამთავარია, ასე თქვათ, ამ მოძრაობის. აქ თხოვთ ბატონო ნიკოლოზს, ჩვენ დღევანდელ დღეზეც უნდა გადავიდეთ ხვალინე და კომპაქტურად ვილაპარაკოთ ჩვენი თხოვნარი. გთხოვთ. მადლობთ. მეც უერთდებით ხეს სიტყვებს. ვერცები იმას, რომ 14 აპრილი მნიშვნელოვანი დღე არის საქართველოს ისტორიაში და ვფიქრობ, ასეთად დარჩება ის მომავალშიც. და სწორი იყო ისიც, რომ ეს დღე იქნა მოხსენიებული 26 მაისთან და 9 აპრილთან ერთად. მასაც, რა თქმა უნდა, დღეს 14 აპრილია, ერთი კვირა გავიდა ხარებიდან და მეც ვულოცავ ამ დღეს დაგვიანებით, მაგრამ მაინც მაყურებელს. იცით რითი მინდა დავიწყო? ჩემი კურსელი იყო ცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ხალვაში. ის გარდაიცვალა 3 წლის წინ დაახლოებით. და ბოლო ხანებში ვნახეთ მისი ჩანაწერები. ამ ჩანაწერები, ესეთ პირადი ხასიათის ჩანაწერები. იმ დროინდელი არა? სულ ეთყობა დღიური ვითხოვდა. ხელოვანი კაცი, რაღაცას ინიშნავს მოგხსენებათ. ეს ჩანაწერები იწყება ასეთი თეზისით. მე 14 აპრილის თაობა ვარ. მე უნდა დავეთანხმო ზაზას აზრს. ჩვენ 14 აპრილის თაობა ვიყავით. და არ არის შემთხვევითი ეს ამბავი, რომ ის ადამიანები,
ვინც 14 აპრილს აქტიურად მონაწილეობდნენ და ასეთები ძალიან ბევრი იყვნენ. ამ მოძრაობას არ ყოლია ერთი ხელმძღვანელი, ერთი კი არ ხუთ ხელმძღვანელიც არ ყოლია. ეს იყო საერთო სახალხო მოძრაობა, ახალგაზრდული ძირითადად ეს მართალია. და არ არის შემთხვევითი, რომ შემდეგ ეს თაობა ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში და საბოლოოდ მივედი 9 აპრილამდე და ამიტომ ვარ დღეს დამოუკიდებლობის სინამდვილეში რა. ეს იყო პირველი ბზარი საბჭოთა სინამდვილეში საქართველოსთან მიყენებული. მოგხსენებათ რომ 56 წელი რომელიც 9 მარტი 9 მარტი მაგალითად ბატონ ზვიათს გამსახურდიას მიეშთა რომ ეს იყო ეროვნული ძალის პირველი ამოფეთქვა უნდა რაღაცა თავისებური იმ დროინდელ ასე ვთქვათ სოუსში. ნოდარ ნათაძე ჩვენი ძველი გადასვლი უშუალოდ იქ იყო. აი ეს მოძრაობები მიუხედავად იმისა რომ ის როგორც დამთავრდა ისე დამთავრდა, მაგრამ სული მოგხსენებათ ეს ერთიანი ამბავია, საქართველოს ისტორია, ეს როგორც თქვენებთ ქართული ენის აფეთქება უკაცრავად. და მე მიხარია რომ ამის მონაწილე ვიყავი. და კიდევ უფრო მეტად მიხარია რომ ნახე ადამიანები, რომლებმაც გაცილებით მეტი გააკეთეს ამ საქმეში ვიდრე მე, ალბათ ჩემმა კურსელებმა, ვთქვათ, და გავიხსენე ბატონი დეჟავა, რომელიც ჩემი კურსელი იყო და ნამდვილად უფრო მეტი გააკეთა ვიდრე მე. წინა ასეთ გადაცემაშიც გავხსენე და ეხლაც უნდა ვთქვა რომ ჩემი ზოგიერთი კურსელი იყო ორსულად და ისინი მოვიდა ხელი მოაწერეს პროტესტის წერილს ჩვენ ფილოლოგიის ფაკულტეტმა გავაკეთეთ პროტესტის წერილი და მანიფესტაციისა პროტესტის წერილის ეს მანიფესტაციამდე ჩვენ შევიკრიბებთ ეს არ იყო იულისა ვიწრო წრეში უკვე მოვახერხეთ ამას არა მთელი ფილოლოგიის ფაკულტეტი უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეს იყო სადღაც 10 შეიძლება 9 აპრილი მაშინდელი და შევადგინეთ წერილი პროტესტის წერილი სადაც მოვითხოვით მიმართვის ადრესატი იყო საკონსტიტუციო კომისია იყო დიახ რომელიც აი იმას გავუგზავნეთ ოფიციალურად მეც ეხლაც მახსოვს არ შეიძლება კოლექტივურ წერილს განსხვავება გაგზავნა და გამოვიგონეთ ასეთი პირი დავით გიორგიძე ქართველიშვილი ეხლაც მახსოვს და გავაგზავნეთ ეს წერილი ოფიციალურად სავსებით და მივიღეთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს საკმაოდ კარგად იყო ჩაფიქრებული. აიქ შეკრების დროს გამოსვლები რომ ჩაეწერათ ეს იყო საუკეთესო გამოსვლები მაშინ. მე ასეთი რამ მე აღარ მომისმენია სტუდენტების ეკოლოგიაში. ასე რომ ეს სერიოზული ამბავია, უნდა ვთქვა რომ აქტიურად მონაწილეობდა ისტორიის ფაკულტეტი, იქ იყო ქალბატონი თამარ ჩხეიბლის მეთაურობით და უზენაეს საბჭოს წევრი ჩვენ დროს იყო ბატონი ალთო იმნაძე, რომელმაც გადაიღო ეს გამოსვლა, შემდეგ გადასცა ეს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს ამისათვის ის დააპატიმრეს მოგხსენებათ და რამოდენიმე შვიდი გვაწელი როგორ არიჭდა რა ციხეში არა უშავს ის კაცი მე როგორც გითხარით დამოუკიდებლობის აქციის მოაწერა მამხელა თუესაც კარგად არის ხშირი სტუმარია ჩვენ ვერთო კარგად ამყოფოს რა ასე რომ გაბედულება 9 აპრილსაც ახლა ამ დღეებშიც ერთად ვიყავ გაბედულება ჩემო ამის თქმა მინდა ადამიანის არსის ყველაზე უფრო ადეკვატური გამოხატულება. ადამიანი უნდა იყოს გაბედული თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ეს ყველა დროში ასეა და ყველანაირად ასეა. მე მინდა ერთი რამ თქვა ოღონდ რა. არ ნიშნავს რომ ქართულ ენას არ სჭირდება ეხლა დაცვა და ზრუნვა. ეს ამას არ ნიშნავს.
რომ აი მაშინ ვიღაცა გააკეთა და ეს არაფერი არ არის გარანტირებული. თვითკმარი ეს არ არის. დღევანდელ მდგომარეობაში რაღაცა სოფლიო პროცესები მოიხსენებათ და ქართულ ენას დღესაც ემუქრება საფრთხე. ყველა ენას ემუქრება პატარა რა. იმპერიალიზმის და აქტიური გლობალიზაციის პროცესებში. რაღაცნაირად მე ვერ ხედავ, რომ რაღაცა სერიოზული ნაბიჯები იყოს გადადგმული იქითკენ, რომ ქართული ენას თავისი ახლა რას გულისხმობ ბეთქით კონკრეტულად რა. მოგახსენებათ, რომ საქართველოში არიან საქართველოს მოქალაქე არაკათოლიკე. და ისინი არიან საკმაოდ ბევრი. დიახ. მე გარწმუნებთ თქვენ და ყოველთვის ასე იყო, მათ ძალიან უნდათ რომ კარგად იცოდნენ ქართული. ჩვენ აზერბაიჯანი და სომეხ მოძმე მარტო ისინი არიან. მაგრამ შესაბამისი ნებელობა აქ ჩვენის მხრიდან არ არის. ეს რატომაც არ არის, ესეც გასაგებია. ასე რომ არ არის, ეს გამოსასწორებელია განსაკუთრებით არაქართულ რეგიონებში ქართულის მასწავლებლებს მიხედვა სჭირდებათ. მიხედვა სჭირდებათ და აი როგორც ვთქვათ ცის მოსახლეობისთვის არის რაღაცა შესაბამისი ძალიან სწორი და კარგი ასე ვთქვათ პრეფერენციები, იმათაც სჭირდებათ ეს. მე ვიცი ამ ადგილებში მუშაობენ ადამიანები, ვისაც ვიცნობ პირადად და თავდადებული ხალხია და მეციხოვნეები არიან ქართული საქმის ისინი, მაგრამ მათ სჭირდებათ დახმარება, მათ შორის როგორც არ უნდა იყოს ორგანიზაციული და ფინანსური და რაც მთავარია პრესტიჟის თვალსაზრისით რა. არაფერი უნდა სამწუხარო რამ გითხრათ, დღეს გაცილებით უფრო ნაკლებ პრესტიჟულია ქართული მასწავლებლის სკოლაში, ვიდრე საბჭოთა წინებულში იყო ყოველ შემთხვევაში მე რო ვსწავლობდი მაშინ. პარადოქსალურია. ეს არ არის რაღაცა მეტაფიზიკური აუცილებლობა რა, ეს ამას უნდა უბრალოდ მუშაობა. კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა. თქვენ იცით რომ მისაღები გამოცდების ქართულის პროგრამიდან ამოღებულია მაგალითად ისეთი ნაწარმოები, როგორც არის ხევისბერი გოჩი. ეს სულ ახალ მოხდა. აი ხო მაგალითად. ისეთი ნაწარმოები, როგორც არის განდეგილი. გენიალური ქმნილება. ხო. გენიალურის გარდა ეს არის ქართული გენის გამოღვიძების ყველაზე საუკეთესო საშუალება რა. გარდა იმისა, რომ გენიალური თვითონ მათ ახლა ასკეტიზმის პრობლემა და თავისუფალი ნების ეს უმაღლეს დონეზე. ასე რომ უამრავი შეცდომა არის დაშვებული ეხლა, რომელიც რატოა დაშვებული გასვანიც რა. და არ კეთდება ის, რაც უნდა გაკეთდეს. ასე რომ მარტო 78 წელზე მითითება და კიდე იმის ლაპარაკი, რომ ჩვენ რა გავაკეთეთ და მაგრები ვიყავით. არა. საკმარისი არ არის. არანაირად. ანსაბი. ეს პირდაპირ მიბმულია დღევანდელ დღესთან 9 აპრილთან თუნდაც ახლამდე. ყველაფერთან არის ეს მიბმული, იმიტომ რომ რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო გლობალური ენებთან და ბევრ ამაში შეიძლება მას არ გადაესახო, მაგრამ ეს აბსოლუტურად სწორი დებულებაა. და ყველა ასე ვთქვათ ჩინოვნიკს, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე ან ევალება, რომ ეს უნდა ახსოვდეს ყოველთვის. და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა და დავამთავრებ ამითი. არ შეიძლება როცა საქმე ენას ეხება, ლიტერატურას და ქართულ რაღაც იდენტობას რა, აქ არ შეიძლება რომ ჩინოვნიკის პოზიცია აჯობოს მოქალაქის პოზიციას რა. ან თუნდაც მისი საპირწონე იყოს. ხო, სულ ასეა რა. ესე იგი,
საკმარისი ადამიანი გახდეს ჩინოვნიკი, რომ დაავიწყდა ყველაფერი, ის რაზედაც ლაპარაკობს ყოველ დღე შეიძლება ჩემ ტელევიზორში გამოდის და რაღაც ლექციებს გვიკითხავს რა. მაგრამ როგორც კი ჩინოვნიკი გახდება, მაშინ დაავიწყდება ყველაფერი, ოღონდ ეს თბილ ადგილას ეს არის ბიუროკრატიული საფრთხე. ყოველთვის არის ყველგან არის, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ძალიან ჭარბად გვჭირს. ასე რომ ჩემი ახალგაზრდა გამოსვლა უფრო მინდოდა წასულიყო იქითკენ, რომ ეს პრობლემები არის და მისახედია და შეიძლება 78 წლის მერე გავიდა ძალიან ბევრი დროა რა. ლამის 50 წელი. ნახევარი საუკუნე. ორ წელიწად ნაკლები რა. არა? თითქმის ნახევარი და ღვთისმალობით ახლა თავისუფლები ვართ და საბჭოთა ტანკები არ გვემუქრებიან. ერთი შეხედვით. მაშინ გვემუქრებოდნენ და მეცაც გეტყვით, ყველა ვინც გავიდა მიტინგზე 14 აპრილს მათი აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ ან ვერ დაბრუნდებოდა ცოცხალი. ან ესე იგი რამე ფიზიკური რამ მოუვიდოდა, ან მერე მოუვიდოდა. ან ეს ბატონ ნიკოლოზ ძირითადად გამოწვეული იყო იმით, რომ 56 წლის 9 მარტის მონაწილეები ცოცხლები იყვნენ, რომლებსაც შვილები ყავდათ, რომლებმაც ეს საშინელებები ნახეს და უნდოდა თავიანთი შვილები ტრაგედიისგან დაეძღვიათ. ეს ძირითადად ხო ეს იყო ძირითადად 56 წლის თაობა არის ძირითადად იმ ახალგაზრდების დედმამების თაობა, რომლებიც გამოვიდნენ 68 წელს. კი ბატონო. ამიტომ მათი გახსენებაც არის ალბათ საჭირო, იმიტომ რომ ყველამ საკუთარი შვილი გამოუშვა და სხვათა შორის ისეთ საქმეზე, როცა აი წესი დედას უნდა უდოდეს, რომ შვილი სახლში ყავდეს რა. არა? დედა შვილი სახლში არ უნდა ყავდეს. არანაირად. უნდა ყავდეს 15 წლამდე. საქართველოში 13 წელი იყო. ძველად. ადრინდელ პერიოდში. დიახ. 13 წლის მეფეები ხდებოდნენ. კი. მომწიფებულობის ხანის. ნუ დავით აღმაშენებელი 16 წელს. კი ბატონო. გიორგი პირველი კიდევ უფრო პატარა. დიახ. ასე არ არის. სახლში ყოფნით საქმე არ კეთდება. არანაირად. და რისკის გარეშე. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა დავუხადო იმათ, ვინც მის გარეშეც არაფერი არ მოხდებოდა, აი ჩვეულებრივ ადამიანებს, ჩვეულებრივ სტუდენტს, რომელმაც გაიგო რომ უნდა არაფერი არ გაუკეთებია მანამდე, გაიგო რომ უნდა გამოვიდეს 14 აპრილს და გამოვიდა. ალბათ გაუჭირდა გამოსვლა რა. ასე არ არის ეს გამოვიდა. ასე არ არის. რომ გენახათ რამდენი ტანკი იდგა მაშინ. კი ბატონო. არა, არ აბსოლუტურად არანაირი დაცულობის არანაირი გრძნობა არ არსებობდა. არც არანაირი გარანტია რა თქმა უნდა აბსოლუტურად. სრულად შემთხვევით მოხდა ის სინამდვილეში რა. რაღაცა დამთხოვების გამო რაც ეხ შორსაგულას ამაზე ვაბარდი არ არის. თორემ ასე რომ ადამიანი ეს არის თავისუფლებისათვის გაწეული რისკი. ამას აჩვენებს მთელი ისტორია კაცობრიობა. 18 წლის 14 აპრილი და თუ ამას წელს უმაგრებს ისეთი ღვთაებრივი რამ ქართული კაცსათვის როგორც არის ენა, ქართული ენა. ეს მას ძალას მატებს ისეთს, რომ მისი გამჩერებელი არავინ არ არის. ჩვეულებრივი ადამიანის, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში თითქოს არაფერს არ გამოდის. თითქოს არაფერს არ გამოირჩევა. შემდგომ ბოროტიანები ამასაც უპასუხოთ და მე გადავიდეთ სხვა. იმასაც ლაპარაკობენ, რომ ეს პროცესი, ასე თქვათ, ხელოვნურად იყო გაკეთებული პოლიტბიუროს ედუარდ შევარდნაძის მის მიერ, რომ შემდგომ მათ უკვე რაღაც იმიტაცია გაეკეთებინათ ამდაგვარი რაღაც და შემდგომ უკვე ფსევდოეროვნული ესეთი ისინიც არსებობს. მე გეტყვით ერთ რამეს. დიახ. ძალიან მარტივი ამბავია. ეს საკითხი ქართული ენის საკითხი და საერთოდ კონსტიტუციის განიხილვა ყველა კათედრა უნივერსიტეტში. ყველა
ეს განსაზღვრული იყო კანონით და კონსტიტუციით. არც ერთ მათგანს არაფერი არ უთქვამს ოფიციალური პროტესტი არ გამოუდგამს. პროტესტები გავწავიდა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში და სხვაგანაც აღმოჩნდა, რომ უკმაყოფილო არის ახალგაზრდობა და მათი გაჩერება არ შეიძლება. ერთადერთი გამონაკლისი იყო მწერალთა კავშირში ნოდარ წულეისკირის გამოსვლა. წულეისკირი, ხო? სხვა პრეცედენტი არ ყოფილა. სხვა პრეცედენტი იყო შემდეგ ვიმეორე. ამას მოყვა, ეს უკვე რეზონანსია და არა თავად. როდესაც სტუდენტებს მისცეს ამის უფლება, მერე მისცეს ყველას. ეს არის ძალიან მარტივი რამ. კი ბატონო. ვინ მონაწილეობდა ამ საქმეში და ვინ არ მონაწილეობდა წესიერად. ამის ნახვა შეიძლება ფილოლოგიის ფაკულტეტის შემთხვევაში ძალიან მარტივად. გამოცემულია ოფიციალური დოკუმენტი აი საპროტესტო წერილზე ხელის მომწერების. იქ არის 400-მდე კაცი. რა თქმა უნდა 400-მდე სტუდენტი. გადაიჭირე ის სხვა 400-მდე სტუდენტი. ძირითადი ბირთვი. 400 კაცი აწერს ხელს საპროტესტო წერილს და თქვენ გესმით რას ნიშნავს ესა? ეს არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელთაც ყველა მათგანს გადაასახლებდნენ სამუდამოდ ციმბირში. რომ არაფერი მოსულობ 14 აპრილს რა. დაპირისპირების შემთხვევაში. ასევე არის გამოცემული დოკუმენტები, ვინ განაცხადა პროტესტი. ეს არის ეს გაკეთებული. დაფიქსირებულია ფაქსიმილები ყველაფრით აბსოლუტურად. იმ ხალხს უნდა გადაუხადოთ მადლობა, ვინც ეს გააკეთა. მე ვიცი ერთი ჩემთვის ძალიან ძვირფასი შემთხვევა, ეს არის პროფესორი რეზო სირაძის შემთხვევა. როდესაც მან სხვაჩვენს კომუნისტური პარტიის წევრმა იმ დროისათვის ამავდროულად. პიროვნულად გააგზავნა პროტესტი მარტო კაცმა გააგზავნა პროტესტი აი იმ კომისიაში რომ შეგვით როგორ შეიძლება ახლა უხეში ფორმით არ არის მაგრამ თავარი რამ არის თქმული ის უნდა შეიცვალოს მე მინდა მის ხსოვნას პატივი მიაგო ის ძალიან დიდი მეცნიერი იყო მაგრამ ამ დროს ამჯერად მე მინდა სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა. სამოქალაქო შეგნების თვალსაზრისით არავისთვის არ უთხოვს ეს. მე ეს არ ვიცოდი სანამ არ ნახე დოკუმენტი. და ის ჩემი მეზობელი იყო და ბოლოს საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა. არასოდეს არ უთხოვს ეს. არც ერთხელ, არც მინიშნებით. ახლა რომ გეს ლაპარაკობ ზოგიერთი რომ აი სხვენი და ის ხოთა. არ დაიჯეროთ. მე მინდა მადლობა თქვა აგრეთვე იმ ადამიანების ვინაც აღარ არიან ცოცხლები, მაგალითად მინდა მადლობა უთხრა ბატონ იუზა ევგენიძის ხსოვნას მინდა იყო ასეთი პროფესორი უნივერსიტეტში, სრულიად ახალგაზრდა კაცი მაინც. გურგენიძე, ხო? იუზა ევგენიძე? ვაჟა-ფშაველას მკვლევარი. და ეთქობა მისი სული რაღაცნაირად გადმოვიდა. და სულ მხართ გვიჭერდა იყო ასეთი იურა ჯაფარიძე რომელიც ძალიან აქტიური იყო. აი მე მგონი ბატონი ლადო მინაშვილი ცოცხალი უნდა იყოს. დიდი ხანი არ მინახავს და თუ ცოცხალი მეთქმა დიდ ხანს არ ცოცხლოს, აქედან მინდა მადლობა უთხრა იმისთვის რომ გვამხნევებდნენ და გვეუბნებოდნენ აი ეს ხდება. მინდა გავიხსენო ბატონი ჯუმბერ ჭუმბურიძე პროფესორი, სერიოზული კაცი, რომელმაც თავისნაირ მეორე ასაკოვან პროფესორს ჩხუბი აუტეხა. რომ რეებს ლაპარაკობს შენ სტუდენტებზეო 14 აპრილს დილით. მინდა გავიხსენო ეს მას მის შვილს ვიცნობ არც ისე კარგად, მაგრამ კარგი მთარგმნელია ეს გია ჭუმბურიძე. და არ იცის ეს ამბავი და მინდა რომ გაიგოს. არავინ არ იცის ეს არ ასე იყო ესე მოხდა დაპირისპირება რომ აი რა შვებიან როგორ ბედავენ რაღაცა თქვა. ამაზე თქვა ეხლა მაინც გაჩნდა და სრულიად ესეთი წყნარი და აკადემიური კაცი იყო და ვერ ადამიანმა გამოამჟღავნეს თვისებები რომელსაც არასოდეს არ გამოაყენა არასოდეს
შანსი არის. მიძინებული იყო ამ ხალხს. შანსი არის გამოჩნდა ვინ არის რა. არა უშავს. უცებ ამოყვენთა რა. არა უშავს. დიახ, ეს იყო 14 აპრილის თაობა. რომელმაც შემდეგ მასობრივად მისცა ხმა დამოუკიდებლობას კაცო. დიახ. მასობრივად ეს ყოველ შემთხვევაში დიდი ფონი შექმნა იმ ბირთმა. იმათმა მიწოსმა ძირითადმა ბირთმა, კი ბატონო. 99 წელი კარგახნის მერე იყო სინამდვილეში რა. კი ბატონო. 13 წელია მის მერე და ესენი უკვე დაუვიდნენ და მზად იყვნენ ამისათვის. მზად იყვნენ. აი ჩვენ ლაპარაკობთ ძალიან დაიწყო. არაფერმა არ უშველა. არ უშველა არაფერმა. და კიდევ ის მინდა თქვა, რომ ხო ასე იყო ქვეყანაში, რომ რაღაცა რო გარეკეთებინა კომუნისტი უნდა ყოფილიყო. პარტიისტები, რა. აქ განსხვავებები დიდია ხო, რა. სულ სხვა ფუნქციონერი. რა რაღაცა. ცეკას წევრი ან რაღაცა. ეს სულ სხვა ამბავია, პარტიომია რაღაცა, ეს სხვა ამბავია. და როცა ადამიანი ამას აკეთებს, იმიტომ რომ რაღაც წავიდეს საზღვარგარეთ და სამეცნიერო კონფერენციაში მიიღოს მონაწილეობა, რა სულ სხვა რაღაცაა. ასე რომ აქაც იყო განსხვავება რა თქმა უნდა. და მე კმაყოფილი ვარ, რომ ჩემი პროფესორების დიდი ნაწილი სწორ პოზიციაზე დადგა, საბოლოოდ. საბოლოოდ სწორ პოზიციაზე. კი ბატონო. მაგრამ სამწუხაროდ აი მაგალითად კალბატონი ზექაბაშანიძე ამაზე არ ლაპარაკობს. თუმცა ძალიან მისი წვლილი დიდი იყო. ისინი ჩვეულებრივ არ ლაპარაკობენ, ვინც მახსოვს გამოტივდი და ჩემშიც ახლა გეპე მე პოლიტექნიკურში სწავლობდი და ჩვენი როგორ შეუერთდით იმ აქციას თელესენე. თელესენე. პირველ სკოლაზე ნამდვილად ვიცი, რომ იქ ვიდექი ხო? ჩაკეტეს. დიახ. კარი და გადმოხდნენ. კი ბატონო. ეს მოსწავლეები. მასობრივი ხასიათი მიიღო შემდგომ უკვე. ნუ ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დროს ეს ის დროა, როცა სვიად გამსახურდია და მეროპოსად და არიან დაპატიმრებულები. კი. დაპატიმრებულები უკვე რამოდენიმე თვის და ხანში მათი პროცესიც დაიწყო. და შემდგომ ეს ავტოიმნადის წერილი რამდენჯერმე ვალაპარაკეთ თვითონ სვიადის და მერაბეს გამოშვებაზე, განსაზღვრა შემდგომ უკვე მისი პოლიტპატიმრის სტატუსი, როგორც ასეთი ავტოიმნადის. 12 წელი ქონდა. კი. პერფში ის და მერაბ კოსლავასთან ახლახანანა. ახლა მე ისე თქვა მინდოდა ეს თემა რომ ბოლომდე მივიყვანოთ, ესე ბოლომდე როგორ მივიყვათ, მაგრამ ამ ფორმატში ყოველ შემთხვევაში. ედუარდ შევარდნაძემ შემდგომ თავის მემუარებში, როდესაც გადააყენეს ეგრეთ წოდებული ვარდერების რევოლუციის შემდეგ, თავის მემუარებში თავისი წვლილით საგანგებოდ აღნიშნა, რომ ეს მისი ინიციატივით ხდებოდა, რომ მას ეს პროცესი არ არეგულირებდა, რომ მისი რისკი, ასე თქვა და დამსახურება ქართული ცნობიერების ისტორიის და მომავლის წინაშე განსაკუთრებული იყო, როგორც ასეთი და წინააღმდა პოლიტბიუროს კონსტიტუციურ, ასე თქვა, დირექტივებს და ერის ნებას მიენდოდა, ერის ნების ხარეს დადგა. ამაზე რა გძანებდით თქვენ? აქ ესე იგი ეს მემუარებში აქვს. ვიცი, ამიგეთ. გაგითხრათ, რომ შევარდნაძე ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს მეორე პრეზიდენტი ცეკას პირველმა მდივანმა, მაშინდელმა ცეკას მდივანმა ობიექტური ინფორმაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მიიღო, რა თქმა უნდა, რა მათ შორის სხვათა შორის უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორისაგან დავით შრიფუშვილისაგან მიიღოს გამოქვეყნებულია ეს რაღაცას კი რომ გაუგონოთ ამ კაცმა, რომელიც ელექტრო დიდი მეცნიერი იყო, მაგრამ ვაჟკაცი კაცი კი იყო, ნაუმარი იყო და ფრინავი იყო, ფრინავები მეორე მსოფლიო ომში შემთხვევით ხალხი არ იყო, რა. მან უთხრა, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებს ვერ გააჩერებთ. უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს თან სტუდენტებს. უთხრა, რომ მე ვიცი, რა თქმა არიან და ალბათ იწოდა.
მე არ ვიცი ესა, მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ ანუ ამ პროცესის ასე თქვა მართვა უკვე ხელოვნური შეუძლებელი იყო. ესეც იყო ბატონი პირველი მდივანი ზეგმუთ შეურნაძეც და მაშინდელი უშიშროების უფროსი ალექსი ინაურდა. ოღონდ ჩვეულებრივი ამბავია ისა, ჯერ ინფორმაცია მიიღეს რა ხდებოდა და მიხვდნენ როგორც ჩანს, რომ ამის გაჩერება შეუძლებელია, რომ ასე ვთქვათ, საქმეზე თუ მიდგა სისხლი დაიღურება, ან რაღაცა ცუდი რამ მოხდება. ტრაგედია მოხდება. ცუდი რამ მოხდება, თქო, არ გვინდა. მე არ მოასწრე სისხლზე მეტი ლაპარაკი, არ ვარ. და ხო, რა თქმა უნდა, საკუთარი აქ იდგა მათი მათი კარიერის საკითხიც იყო. არავინ არ აპატიებდა პირველ მდივანს და არც არავის. რო ვიქრაგები მხარიყო რა, ჩვენს კარგით გადაგვაგებოდა ბილად რო თქვა და არც იმათ. ორი სიტყვი რო თქვა ბატონ ნიკოლას ახალი 9:56 მარტი ვერ განმეორდებოდა. და პასუხს აგებდნენ აღარ იქნებოდა ისე რა. ქვეყანა აღარ იყო ჩალი დახურული საბჭოთა კავშირი, აღარ იყო ასე კუნძული. აი ჰელსინკის შეთანხმებაზე ხელი ჰქონდათ მოწერილი ბოლო-ბოლო. მოწერილი იყო, კი ბატონო, 3 წელს მოწერილი იყო სულ ახალი. დიახ. და მასაც გეტყვით რომ მათ შორის ბრეჟნევმა მოაწერა ხელი. ერთ რამეს გეტყვით რომ აი 79 წლის 14 აპრილს ერთი წლის შემდეგ ამერიკის კონგრესის დელეგაცია ჩავიდა საქართველოში. ამ ისტორიული ფაქტებს ხარ დასაჭერად, ფაქტიურად. შემდეგ ჩამოვიდნენ რომ ენახათ რა ხდება საქართველოში ხო? ანუ მინიმუმ ინფორმაცია მაინც წაეღოთ. ხო, ამიტომ ეს იყო თავდაცვითი რეაქცია მათთვის, რა თქმა უნდა. ეს კარგი ეგრე მოიქცენა რა, ჩვენ 9 აპრილს გაცილებით უფრო იოლ ვითარებაში გენახეთ რა მოხდა და უნდა ითქვას რომ ამაში მაშინდელი ხელისუფლების საკმაოდ მაღალია დანაშაული. 9 აპრილს რაც მოხდა რა. ისინი სხვანაირად მოხდებოდნენ, შეიძლება ასეთი რამედი არ მოხდარიყო. რა, შეურნაძე უფრო მოხერხებული იყო. ოღონდ მინდა გითხრათ, რომ უკანასკნელ მომენტამდე მან არ იცოდა რაც გამოაცხადებდა. ეს თვითონ არის რაც გამოაცხადებდა. მხოლოდ უკანასკნელ მომენტში, როგორც ვიცი, პირადად ბრეჟნევისაგან მან მიიღო დასტური, რომ შეიძლება ამის გაკეთება. როგორც ამბობენ. რომ ვერ მოხდება ქართული და რუსული ენის გათანაბრება საქართველოში იურიდიული სტატუსით. მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ამის დოკუმენტი მე არ მინახავს, მაგრამ როგორც ვიცი, იყო ლაპარაკი ასეთი, რომ ბრეჟნევს უკითხავს, რომ ანტისაბჭოთა ლოზუნგები თუ არის. მოხდეს რომ არა არის. აბა რა უნდა და ენა უნდა და ბაჟი მიეცდენა რა. უკვე მოხუცი იყო. და საბჭოთა კავშირი უკვე ძალიან რთულ ვითარებაში იყო. პოლონეთში უკვე იყო დაწყებული მოვლენები, უკვე იყო ეს მოვლენები. რა? პირველი მერცხლები. ძალიან ძიმე ურთიერთობა იყო ჩინეთთან და იყო კიდევ ერთი მომენტი და დავამთავრებთ ამაზე ლაპარაკი. ეს იყო კონსტიტუციის განხილვა. რა? კონსტიტუციის განხილვა იყო და იყო აზრი კონსტიტუციის შეთანხმებაზე და მეს ასე თქვათ. კონსტიტუციის შესახებ. კი ბატონო. ასეთ პირობებში ხელების გადაგრეხვა და ძალადობა და დაქცევა და თუ და დღეს რასაც უყურებთ, ეგეთი რაღაც გამორიცხული. ძალადობას საბჭოთა ხელისუფლება მაშინ მოერიდა და თანაც არ დაგამწყვეტ რომ მაშინდელი მაღალი ეშელონები მათი საშუალო ასაკი 70 წელს გადაცილებული. კი ბატონო. ასე რომ ის ამბავი რომ გვეხმარებოდა ვინმე პარტიულ ეს აბსოლუტური სიტყვაა, ეს არ ყოფილა. კი ბატონო. არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ
ისთვის ფაქტია, რომ არ შეეძლო პრევენციულად ვიღაცების დაპატიმრება რა, ესეც განაცხადი. კი ბატონო. ასე იმდენად მოულოდნელი იყო. ეფექტი იყო, მასობრივი, კოლექტიური, სახალხო. და თან არ მოელოდა, მე ვფიქრობ, პირიქით იყო, არ მოელოდა მას არავინ და სანამ გაერკვნენ როგორი რეაქცია უნდა ქონოდათ, მანამ 14 აპრილს მოვიდა. კი ბატონო. თორე წესი ხო რა თქმა უნდა ინასტაბილურია. კარგით, ახლა გადავიდეთ, თორე დრო ძალიან ცოტა გვაქვს უკვე. ახლა ბატონ ნიკოლას მე თქვი, ახლა ეს ეპიზოდი 14 აპრილიდან ასე თქვა გადმოვიდა 9 აპრილზე, 9 აპრილი 99 წლის და შემდგომ უკვე დღევანდელი აი გუშინ წინ იყო, ხო? აპრილი 3 დღის წინ, როგორც ასეთი და გახდეთ და აი მე და აი ამ დროთა კავშირის ხიდი აი ამ მოვლენებს შორის გაიგო. ერთი ხიდი უკვე დიახ. ქვია რა, რომ დიახ. ის ხალხი ვინც მოაწყობს უბრალოდ. დიახ. 9 აპრილი 91 მარტიც მან მოაწყო რა 31 მარტის შედეგია 9 დამოუკიდებლობის რა ეს არის ერთი ხაზი მეორე ერთი რამ მინდა ვთქვა რა ამას წინათ ხელისუფლების ერთ-ერთმა მაღალმა პირმა განაცხადა რომ ეს ესე იგი 99 წლის 9 აპრილი რუსეთს კი არ მოუწყვიო, საბჭოთა კავშირმა მოუწყვია. არაგები პასუხი და ხოჭურის ანუ პასუხისგებლობისგან უნდათ რუსები გაანთავისუფლონ. მინდა გითხრათ, რომ ეს არის 56 წელიც, 37 წელიც და აი ის აჯანყებების ჩახშობა, რომელზედაც არავინ არ ლაპარაკობს 1800 პირველი წლის მერე იყო რა და ერთადერთი ინტენსიური აჯანყებები რაც ამაზე ქართულმა ოფიციალურად იცის ეს წერია ესე იგი მაშინ ყაზბეგის ეუღუჯაში დიახ რა იქ არის ალექსანდრე ბატონიშვილი ანალოგიები რა ალექსანდრე ბატონიშვილი არის მოქმედი პირი მართლა არ ჩანს მაგრამ რაღაც წერილს წერს და რა იქ უამრავია ეს ყველაფერი ყოველთვის 1801 წლიდან ცოტა მანამდეც ეს არის რუსეთის იმპერიის ოინები ბილად რო თქვა არ გვინდა ხო დიახ რუსეთის იმპერია იცვლიდა სახეს ვითარების და მიხედვით არ იცვლიდა საზრის არ იცვლიდა არს მას საქართველოს დამოუკიდებლობა არ უნდა და არც არასოდეს რა თქმა უნდა ამიტომ ლაპარაკი მის შესახებ რომ 99 წელს სხვა იყო ეკო სხვანი არიან ეს არის აბსოლუტური უვიცობა თუ არ ესე არის ამიტომ ეს ერთი და მეორე ამასთან დაკავშირებით ღირს თუ არა ესე იგი საქართველოსთვის თავის გამწირვა ეს საკითხის დადგა ხო? ბატონ ნიკოლას იცით რა თემაზე მინდა დრო ძალიან ცოტა გვაქვს ამიტომ გთხოვთ რომ ლაკონურად აი 9 აპრილიც ეს სიდიადე თავისუფლება შეწირულები 31 მარტის და 9 აპრილს იმას ბევრი გვაქვს ნალაპარაკები კიდე არ ვილაპარაკებთ რითი დაგვირგვინდა და ზუსტად გამსახურდია ამ უმანკო ადამიანებს რომ მიუძღვა დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი და დარღვეული დროთა კავშირის აღდგენა და ისე დამკვიდრა საქართველო ხო სოფლიო რუკაზე როგორც სუბიექტი მაგრამ ამას წინ რა უძღოდა მე ამად გასაგონად მინდა თქვა აი ამ ეგრეთ წოდებული თვითმარქვია რეჟიმთან გასაგონად და არა მარტო მაგათვეს რომ ეს ყველაფერი რამ გამო ჩვენ ხო იქ ვიყავით ელემენტარულად და მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფაქტიურად არც მიმდინარეობდა რა ეს იყო ყველაფერზე ფაქტიურად არა ის რაც მაგათად ლიტვამ და ბალტიისპირეთმა რაც გააკეთეს ახლა როგორ შევადარო ხო ჩვენი კომპარტია და იმათი კომპარტია რა იყო რომ აქ ხელისუფლება მაშინდელი სამწუხაროდ აი არანაირ კომპრომისზე აი ერთი ერთზე გავს ამათ მე რასაც უყურებ ერთი ერთზე აი სხვა სიტყვა არ ვიცი რა თან ამდენი ამხელა მონაპოვარი ამხელა სისხლი ამხელა უბედურობა ამხელა გამოცდილება ამხელა ნებელობა მასობრივი ასე თქვა პროტესტები
სახლი, ხო, 100,000-იანი, ხო, ელემენტარულად. ეს ახლა ჰაერში რო აორთქდეს და ამაზე მე თქვენი ისეც მინდა რომ მოусმინო ამ თემაზე, თორე ხა. როგორ თვითხილელი მე თქვი. ერთი მაგალითით აი ამ ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ გარკვეული მიზეზების გამო, იმიტომ რომ დაისვა ეს საკითხი ხელისუფლების მხრიდან. აი 2008 წლის პროცესების დროს დაიღუპნენ ადამიანები რა. უკვე გმირებსაც მიადგენ. ანწუხელიძეს და გიორგიაძეც რა. ხო. მე მინდა და აი 8200 კვლელები და ესენი რომ დათარეშობენ ბატონ ნიკოლოს. მე მინდა მიმართო გიორგის ოჯახს. დიახ. და მინდა ვუთხრა რომ მისი შვილი თუ მათი მამა თუ ნათესავი თუ მეგობარი ის ჩვენ ყველას მეგობარი ემჩნევ რაც. ნამდვილად. მაგრამ ტყუილა არ დაუყულა. ჯერ ერთი ის დაიღუპა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე. არ დაუტოვებია მას ეს ტერიტორია. არანაირად. და სხვა შორის არც საქართველოს ფეხი არ მოიცვალა. არ დაუტოვებია. მეორეც აი რაც შეეხება სახლში დაბრუნებას, მას ჰქონდა სახლში დაბრუნების საშუალება. ტყუილია რომ არ ჰქონდა, მას ჰქონდა ეს საშუალება. ამისათვის საჭირო იყო ქედი მოეხარა მტრის წინაშე, გაეკეთებინა ის, რასაც ეუბნებოდნენ, გადაიღებდნენ ამას, აჩვენებდნენ და მას გამოუშვებდნენ. ასე იქნებოდა ნამდვილად. ნამდვილად. დიდი შანსია ყოველ შემთხვევაში. ეს მან არ იკადრა და არ გააკეთა. ამიტომ არის ის გმირი. იმიტომ არის გმირი, რომ სახლში არ დაბრუნდა. ნამდვილად. საკუთარი ნებით მეკეც ვიხრი თქვენს წინაშე ვინც არა მარტო თელ, არამედ ვინც კი საერთოდ გამოდის ამ პროექტში, ვინც კი მონაწილეობს ისეთი პოზიცია აქვს როგორც თქვენ. ვინც დარჩით მისი სახელით და მინდა რომ ეს იცოდეთ. ის არ მოაბრუნდა თქვენთან, არ მოვიდა, შეეძლო. ისინი ვინც ამბობენ სხვანაირად, ისინი იზამდნენ იმას, რასაც კარგი, ბატონ ნიკოლოს. აი ამის თქმა მინდა. კი, სავსებით აქ ყველაფერი არის მართებულად, კაცრად და გამაფრთხილებლად მოახსენეთ თქვენ. და კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ. რამდენი შვილი, ძმისშვილი და ვიღაცა ასეთი ნათესავი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა არის დღეს საქართველოს ჯარში. რამდენი ინტერესებს ძალიან. ისრაელისგან განსხვავებით. რამდენი არის მეთქი. ანუ ეს გადაიქცა ფაქტიურად. ანუ ეს რა არის, ხო? სინამდვილეში ეს არის მცდელობა. რუსეთი გამოიყვანა დარტყმიდან. არ მინდა ამის თქმა, რა თქმა უნდა. მაგრამ ეგრეა. რა გამოიყვანა დარტყმიდან და თქვან რომ ყველაფერში დამნაშავეა ქართული მხარე, იმათ არაფერი არ გამოსულა. არ ეხებათ, კი ბატონო. და არაფერზე პასუხისგებლები არ არიან. ეს დასაწყისია. დიახ. მე ვარ ეს იქნება. კი ბატონო. კიდევ ერთხელ. ვინც საკუთარი ნებით შესწირა თავი ქვეყანას, ის გმირია ყველა შემთხვევაში და გინტური გოჭა 82-ია და კიდე ეს არ არის რომ ბომბი ჩამოვარდა და არა, მან ეს გააკეთა ასე ვთქვათ, ცნობიერად და იცოდა რადგან მიდიოდა. ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ამიტომ არ დაბრუნდა ის სახლში თვითონ. კი ბატონო, კი. ახლა დასასრულისკენ მივდივართ და ხვალინდელ დღესთან მიმართებაში ახლა 9 აპრილში გახდით. უზენაეს საბჭოს წარმომადგენლებიც იყვნენ, როგორც ასეთი, საკმაოდ ესეთი გმირეს პატივი მიაღეს და ეს 9 აპრილის იდეალები რა ჩადებულია, ზეპარტიული, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რაც სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტთან პირდაპირ კავშირშია, თავისი აფხაზეთით, თავისი ცხინვალის რეგიონით, თავისი
ტერიტორიული მოწყობით და ასე შემდეგ ადმინისტრაციული მხედველობაში როგორც ასეთი ამის დაცვა რა თქმა უნდა სინდისის პატიმრების მომენტი ეს ახლა რაღაც ისეთ იმაში გადავიდა რომ ნუ დაუკრეფავე კი არა რაღაც მე ვერ წარმოვიდგენდი რომ ამ დონეზე შეიძლება დავსულიყავი და საზოგადოება საერთოდ დაეშვა ესეთი რაღაცა რომ რაღაც 50 კაცი და თან რამდენი დასახიჩრებული გაუბედურებული რისი იმის გულისხმობს რომ ხელისუფლება ივაჭრო შემდგომ თავის გადასარჩენად გინდა დასავლეთიდან გინდა ქართულ მოსახლეობასთან თუ ფსევდო ოპოზიციასთან რომ რაღაც იმებზე გადმოვიდნენ რა რაღაც სარგებლობა და დივიდენდები მიიღოს ეს ახლა წარმოუდგენელი რაღაცაა ეს მეტყველეს იმაზე რომ ქართული საზოგადოება სამოქალაქო საზოგადოება ჯერ კიდე შემდგარი არ არის ეს არის სრული ქაოსი და ნუ რა ვიცი ახლა 9 აპრილი ეს დიადი ადამიანები მერაბ კოსტავაზია ეს შეწირული აფხაზეთში მეომარი ომები ცხინვალში დაღუპული ბიჭები ამხელა სისხლი ამხელა ტრადიციები აი ამ თვალსაზრისით ამას თუ კვალი არ აქვს და ამას თუ მაჩვენებელი არ არის ეს თუ ადამიანები ვინც დღესაც არიან წოვილები და უჭიც აქ ცხოვრება საქმე მარტო იმაში არ არის სახლი აქ თუ არა აუტანელია ცხოვრების წესიდან გამომდინარე დიახ გეგადრებათ მათ იქ საკუთარ მშობლიურ გარემოში უნდა თქო. ბატონო, 300,000 ბავშვი რო შემშილობს, რა ღირსებაზე, რა სახელმწიფოა, რა კონსტიტუცია, რა ფინანსებზე, რა ეკონომიკაზე არის ლაპარაკი. ეს არის დანაშაულებრივი სინდიკატი უკვე. არც ოპოზიციური პარტიები რომლის. მათი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ, ვერანაირს. უნდა ითქვას და მათ მრავალი შეცდომა დაუშვეს სამწუხაროდ. მაგრამ საქართველოს ერთიანობა ყველა ჩვენთაგანზე და ყველა თქვენთაგანზე მეტია. რა თქმა უნდა. ტერიტორიული მთლიანობა მისი სახელმწიფო ენა, რომელსაც უნდა გაუფრთხილდეთ. და არ უფრთხილდებით საკუთარ. და სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც იგნორირებულია. სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც კაცმარიც პარალიზირებულია. საქართველოს პარლამენტში 100 კაცი მაინც უნდა იყოს. ნუ ეს ეგრეთ წოდებული კიდე ამაზეც რო არა თქვა არ შეიძლება რა არაფლეთ ახლა იმასაც უყურებდი ეგრეთ წოდებული კომისიას ჯერის კომისია როგორ შეადგენეს რა კონსტიტუციის დარღვევით არავინ იქ არ შესული არ არის უმცირესობიდან კონსტიტუციური ნორმა ყველაფერი და თვითმარქვია აბსოლუტურად პროცესები გვაყურებდნენ რაღაც საშინელებას როგორც სპექტაკლი და კიდე უდიდესი დანაშაული რაც ამ კომისიას მიუძღვის ერთ-ერთი ბევრი მოთვალეთ ხო არის იმაში რომ მას გამოძიება უნდა დაეწყოს სახელმწიფო გადატრიალება როდესაც მოხდა საქართველოში 92 წელს ასე ვთქვათ 10 თვლის წერტილი ის უნდა ყოფილიყო იმიტომ რომ ყველა დიდი ტრაგედია იქიდან დაიწყო უბედურობა როგორც ასეთი და ამას უნდა მოყოლოდნენ როგორც ასეთი და ამის შედეგად იქნებოდა რაღაც ამ შედეგების ლიკვიდაციაზე ლაპარაკი ეგრე რომ დაიწყოს ზოგიერთი ადამიანი რომელიც ეხლა გამოდის და ყოველდღე ტელევიზორში ხმამაღლა თუ შეიძლება ყოველდღე ტელევიზორში რო არის გვარიზებს ტელევარსკვლავები მათ სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა ამიტომ ეგ არ იქნება დიახ ამიტომ აქ უკვე რეზიუმის სახით მინდა ვთქვა ყველა აქ პოლიტიკური პროცესები სამწუხაროდ მკვდარია იმიტომ რომ თვითმარქვია პარლამენტი მთავრობა ეს ოპოზიციაც ასე შემდეგ ასე ინსტიტუტები კიდე ნიველირებული რომლებიც პოლიტიკურ პროცესში ვერ ერთადერთი რაც დარჩა სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახი აი ამ ბირთვზე შეიძლება აიგოს რაღაც პროცესები და შემდგომ უკვე ინსტიტუციონალურ ასე ვთქვათ პროცესებს მიეცეს მიმართულება და სტრატეგია. ეს ერთადერთი გზა დაგვრჩა. ამის უდიდესი მონაპოვარი არის ეს 14 აპრილი, 9 აპრილი, კიდე სხვა თარიღები 26 მაისი 18 წლის და აი ამ მონაცემებზე, აი ამ სტრატეგიაზე უნდა აიგოს ეს სამოქალაქო საზოგადოება. თორე სხვა პროცესები სამწუხაროდ ჩიხში შევიდა. ერთი ორი სიტყვა და დავამთავროთ. ერთი რამე ვთქვა ესე იგი 91-92 წლის გადატრიალების შემდეგ საქართველოში დაიწყო ასე ვთქვათ სამართლებრივი კრიზისი. და ეხლაც იგივე ვითარებაა რა. იგივე ზუსტად. ანუ
ხედავთ წრეს შემოვხაზეთ და ისე იქამდე მივედით. ეს რატო? იმიტომ რომ სათავე იყო არასოდეს. იმიტომ რომ ჩვენ ბატონ ნიკოლას იმის მაგერად რომ მიზეზების კვლევა დაგვეწყო და აქედან მოგვეხდინა სამოქალაქო ომის შედეგების ლიკვიდაცია, გადავედეთ უშუალოდ რაღაც შედეგებზე რეაქციებით, როგორც ასეთი საქმე არ გამოდის ძირითადად. ეს არის პროფილაქტიკური ღონისძიებები და არა ფუნდამენტალური. ვახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა ძალაუფლება ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე 2008 წელი. რეალურად ეს ასე იყო. ნამდვილად ესე იყო. და მინიმუმ ეს მაინც უნდა გამოგვეძია ჯერ რა. რა თქმა უნდა. თვითონ ჩვენი უცხოელი კოლეგები, ბატონ ნიკოლო, ჩვენი სტრატეგიული გაუგნებული არ არიან 12 წელი. ერთი დელეგაცია შერეული ნაცებიც და ქოცები ეგრეთ წოდებული სტრასბურგში და იმებში იყვნენ და ვაშინგტონში ერთად დადიოდნენ და მსოფლიოს ყველა 12 წელი განუწყვეტლივ. მაშინ აღარ აღძრულა პასუხისმგებელი თემა და 12-14 წლის შემდეგ ამ პარტიების გაუქმება ეს არის ნონსენსი და ეს არის რაღაც წარმოუდგენელი რაღაცა რა. რაც სუდად დამთავრდება. ისე თუ ამას იზამენ შეიძლება ამ პარტიების რეიტინგიც ზემოთ აწია. კიდე ბევრად უფრო, ბევრად. ამით დავამთავრებ რა, მე მინდა ამ მათი რეიტინგი კი ბატონო. ნამდვილად. მე აი ამ გმირ ბავშვებს, რომლებიც სატუცაღოში არიან, ამ ამაღლობაზე სოლიდარობა გამოუცხადო, როგორც ასეთი და სინდესის პატევნები და კიდევ მეორე მონახეთ მათთან მისასვლელი გზები, როგორც ასეთი, იმიტომ რომ 9 აპრილის ტრაგედია რაც დაემართა იმ კომპარტიას, სწორედ იმის შედეგი იყო, რომ ვერანაირ მისასვლელი გზები, არანაირ კომპრომისზე არ წავიდნენ და კიდევ მეორე ბალტიისპირეთში ბრაზაუსკაზა, რომელიც კომპარტიის ლიდერი იყო, გამოაცხადა დამოუკიდებელ, რა თქმა უნდა, ეროვნული ლიდერის ლიტველი ლანდსბერგის ზუსტად გამსახურდიას უსუალო ზემოქმედებით, მაგრამ ვიდრე რო იყო რუსი იყო გვარად, როგორი იყო აღარ მახსოვს. მოსკოვში დადიოდა. ისიც გვარად. კი ბატონო. ამიტომ კიდე ერთი მოწოდება საბოლოოდ რომ გამონახეთ მისასვლელი გზები საერთო ენა და კომპრომისების ის დაადგინეთ ზღვარი როგორც ასეთი იქიდან და აქედან თორე ეგ დამთავრდება თქვენთვის ძალიან ცუდად და როგორც სიგუამ კიტოვანმა ჯაბაიოსელიანმა მსგავსმა ადამიანებმა დაამთავრეს თავიანთი ცხოვრება ხო ზუსტად იგივე გელით კიდე უარესი არ მინდა ეს თქვენთვის არ მევეტება განსაკუთრებით თქვენი შვილებისთვის რაც არის საქართველოს კიდე ესეთ რყევას ვერ გაუძლებს საქართველოს და თქვენვე გირჩევთ რომ ისინი ჩუმად დაკრძალეს თქვენც იგივე მოგიწევთ და არ მინდა ეს თქვენთვის და გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ მადლობა ყურადღებისათვის მადლობა ბატონ ნიკოლოს იმედია რომ თავისთავში ყველა გამონახავს რაღაც სასიცოცხლო ძალებს რომელიც მორალზე, სულიერებაზე, იდეალებზე იქნება აგებული ელემენტარულად. ჩვენ უსურვოთ ყოველ შემთხვევაში. დანარჩენი არ ვიზალოთ ხორციელსა განგებისა გარმოვლენა როგორც რუსთველი იტყოდა და ამით დაგემშვიდობებით. მადლობთ ყურადღებისათვის. მომავალ შეხვედრამდე.